გახდება deep vein thrombosis ქვია მაგას ღრმა ვენის თრომბოსისი. ანუ სისხლის მოძრაობა ვარსით შეწყდება და ეგეთი დღეში შეიძლება მოვიდე ადამიანი, ვინც მუშაობს მთელი დღე ან ხედავს 5 თუთიდან დაიწყებ, ძევიდან ეს პროცედურა დაგეხმარება, რომელიც ნერვი ეს ვენები თქვენ გააქვს სუსტი, დაგეხმარება მაგის მოძრაობა გულისკენ უფრო სწრაფად და კარგად მოვიდე. მერე ნელ-ნელა თქვენ შეგიძლია გაიზარდო ეს, როგორ უნდა მოაგვაროთ ვერიკოზული ვენების პრობლემა. ვერიკოზული ვენები კაცებს და ქალებს ორივეს პრობლემაა. ცხოვრების ნებისმიერი დრო ბევრი ადამიანი წვალობს მაგის პრობლემაზე. ჯერ ერთი ეს ვერიკოზული ვენები რატო ხდება? აქ ბევრი ფაქტორებია, მეგობრებო. ადამიანი როცა ეწევა, წეველი ადამიანს ყოველთვის დაემართება ეს, იმიტომ მოწევა კლავს იმ ჩვენი პატარა ვენებს, ნერვოზული სისტემა. მეორე ადამიანი, რომელიც მთელი დღე ან ფეხზე დგა, ან მთელი დღე დამჯდარია, როგორც პოლიციელები, ტაქსზე ვინც მუშაობენ, თვითმფრინავში რომ მუშაობენ გოგოები, მაგალი ხუსლიანი ფეხსაცმელებით დრო დადის მთელი დღე. ეს ეგეთი ადამიანს აქვს ეს ვერიკოზული ვენის პრობლემა. კიდე როცა ფეხძიმეა ხალი, მაგ დროს, იმიტომ მუცელი რომ მოდის დიდი ამ ადგილზე, წონა მიუწვდება, რომ სისხლის მოძრაობა კარგად არ არის. მაგრამ ვერიკოზული ვენის კიდე ერთი ის საიდუმლო ეს არის, მეგობრებო, ნახე, ჩვენი გული ურტყავს, ანუ გულის დარტყმა და სისხლის მოძრაობა მიდის ფეხამდე, ყველგან. ეს ხდება არტერიერების გამო. მაგრამ უკან რომ მოვიდე ეს სისხლი ხო გვინდა, ანუ გული დარტყა, გაუშვა სისხლი, ეს უკან რომ მოვიდე, მაგისთვის საჭიროა ვენები. და ის ვენები თუ ვერიკოზული გახდება, ანუ ეგეთი ლურჯი გახდება, უკანა მხარეს არ მოდის კარგად. ანუ გულის მხარეს სისხლის მოძრაობა კარგად არ მოდის. მაგისთვის სჭირდება კუნთის ჯანმრთელობა და ვენის ჯანმრთელობა ერთად კარგი უნდა იყოს. ეს ვერიკოზული ვენის პრობლემა, მეგობრებო, იმ დონეზე შეიძლება წავიდე, რომ აი ეგეთი ფეხი შეიძლება გახდე, ანუ წითელი გახდება, ვაფშე ლურჯი გახდება. Deep vein thrombosis ქვია მაგას ღრმა ვენის თრომბოსისი. ანუ სისხლის მოძრაობა ვარსით შეწყდება და ეგეთი დღეში შეიძლება მოვიდე ადამიანი, ვინც მუშაობს მთელი დღე ან დამჯდარი პოზიციაში, ან ფეხძიმე პოზიციაში. ერთ-ერთი მიზეზი კიდე აქვს ინსულინის პრობლემა. ადამიანის როცა აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. ყვება კარგი არ არის. ადამიანი მარტო ჭამს და ძის და მთელი დღე ეს საქმეა, ნახშირი წყლები ჭამს და ძის. იმ ადამიანსაც შეიძლება ნებისმიერი დროს ეს პრობლემა გაიზარდოს. მაგის კურნალობისთვის რა შეიძლება გააკეთო? პირველ რიგში ეგეთი ქალები გინდა კაცები. ქამარი ძალიან მოჭერილი ან დასაწმელი რეიტუჯები არადროს არ უნდა ჩაიცო. მოძრაობა კარგად უნდა იყოს. თუ მოჭერილი ან ნასკები მოჭერილი რო გიცმავს, ძევით უკანა მხარეს სისხლის მოძრაობა კარგად არ არის და ეს ვენები გადადის მერე ვერიკოზული ვენის პრობლემა. მეორე, თუ ეწევი, ცადე, რომ ან სიამცირო, იმიტომ უცბად არ გამოდის ყველას, რომ დაანებო, მოწევას უნდა დაანებოთ. ეს ნებისმიერი ნერვი, გინდა აქედან დაწყებული ტვინი და ტერფამდე. იმ ნერვებს ასუსტებს და კლავს სიგარეტის მოწევა. იმიტომ ეს დაანებე ან სიამცირე თუ მუშაობს ფეხის დგომა, ანუ დღე ხარ მთელი დღე, 1 საათში ერთხელ დაჯექი. აუცილებლად 1 საათში ერთხელ დაჯექი. თუ მთელი დღე 8 საათი, ანუ კომპიუტერთან ძიქარ და მუშაობს, მაშინ 1 საათში ერთხელ აუცილებლად იარე. ეს საჭიროა, მეგობრებო, თუ თქვენ მთელი დღე დაჯდები, ან მთელი დღე ფეხზე იქნები, მაშინ ეს უკანა მხარეს მოძრაობა შეფერხდება და რა თქმა უნდა ეს ვერიკოზ ვენები, სპაიდერ ვენები არის, უფრო სქელი და ლურჯებული ვენები. ეს პრობლემა დაგემართება.
ცხენის წაბლის დანამატი. ნებისმიერი კომპანიის ცხენის წაბლის დანამატი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აკვლევებიდან გამომდინარე მეგობრებო, ცხენის წაბლი შველის ვერიკოზული ვენებს. რა შვება? ცხენის წაბლის კრემი თუ გინახია როდისმე კანზე წასმი და ხურდება იმ ადგილზე. ანუ ვენებსას, ანუ ორგანიზმი ეს ადგილი უფრო იქნება ცხელი და სიცხლის მოძრაობა უკანა მხარეს გაუმჯობესი იქნება. იყიდება მაგის კრემებიც. შეიძლება გარედან მასაჟი გააკეთო კრემის და შიგნიდან აუცილებელია რომ მაგის დანამატი დალიო. იყიდება 500 მილიგრამიდან 1500 მილიგრამამდე. თქვენ შეგიძლია ყოველდღე საწმელი ჭამის მერე მაგისი შიგნიდან მიგე. მეორე დანამატია თუ გსურთ ნებისმიერი ნერვისთვის. აქედან დაწყებული ქვევიტამდე. ინდური ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადაპტოგენური ბალახი აშვაგანდა. აშვაგანდას ფქნილი ექსტრაქტი ნებისმიერი ფორმით შეგიძლია მიიღოთ. ის აძლიერებს ნებისმიერი ნერვს და ან თუ გააქვს ძილის პრობლემა, ან თუ გააქვს შეშფუთვები, მაშინაც კარგად დაგეხმარება აშვაგანდა. ეხლა ბოლოს ჭირდება თქვენ მაგისი ვარჯიში. მთელი დღე მუშაობის მერე საქმეში რომ მოდიკარ, ძილის წინ ვარჯიში უნდა გააკეთო. ეგეთი ადგილი ნახე, სადაც დაბლა პოლზე დაწვევი და ფეხები იყო ზევით აწეული ნებისმიერი კედელის პარალელურად. აი როგორც ვიდეოში ხედავს. 5 თუთიდან დაიწყებ, ზევიდან ეს პროცედურა დაგეხმარება, რომ რომელიც ნერვი ეს ვენები თქვენ გააქვს სუსტი, დაგეხმარება მაგის მოძრაობა გულისკენ უფრო სწრაფად და კარგად მოვიდე. მერე ნელ-ნელა თქვენ შეგიძლია გაიზარდო ეს დრო 5-დან 7 თუთი, 10 თუთი, 15 თუთი. თქვენ ხედავს მეგობრებო, ეს ვარჯიში არა მარტო ვერიკოზული ვენებში, ეს ვარჯიში დაგეხმარება თქვენ ძილისთვის, ინსომნია თუ გააქვს, სიცხლის მოძრაობა მოდის ტვინისკენ, გულისკენ და შეიძლება ამ პოზიციაში დაიძინოთ. იმიტომ გვერდზე უნდა იყო ვიღაცა სხვა ადამიანი, რომ ყურადღება მიაქციო. ძალიან მაგარი რელაქსაცია იქნება და ვერიკოზული ვენის პრობლემა ჩამონათვალი, როგორც გითხარი, გააკეთე 3-დან 6 თვეამდე გააკეთე ეს პროცედურა და გექნება თქვენ კარგი შედეგი. თუ მოგწონ ინფორმაცია და კონტენტი, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ძამთე.